ძირფასო ტელემაყურებლობ გუნდებით რეკლამიდან მინდა მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ძალიან ესეთი პროფესიონალი თავის საქმეში, ანუ კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენი ძალიან ახლობელი ყველასაც საყვარელი ირაკლი აბესოც. როგორ ახარ? კარგად, მადლობა, მიხარია რომ კვლავ ვარ შენი სტუმარი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. მადლობა, ბოლოს იყავი შენ, ესე იგი 2016 წლის არჩევნების პერიოდში შენ და მელია იყავით ჩემთან განაცემაში და მაშინ ვღადაობდით მახსოვს ნარმანიას. ხო და ეხლა როგორ არის? სადავარ? ნამდვილად ასეა, მაშინ ნიკასთან ერთად ვიყავი, ახლა ვიცით ნიკა სად არის, მე ხედავს მაყურებელი სადაც ვარ, მოვიკითხავ რა თქმა უნდა. მელია მოვიკითხავ დაკედა. მოვიკითხავ ყველა სინდისის და პოლიტიკურ პარტიმარს, განსაკუთრებით და გამორჩეულად მინდა მოვიკითხო ასევე ჩემი მეგობარი, თქვენი მეგობარიც ირაკლი ნადირაძე, რომელიც ასევე სამწუხაროდ ჩემი დაცვის ქვეშ პირია, კი და იმყოფება ახლა კლდანის ციხეში, ირაკლის მოვიკითხავ და კიდევ ერთი დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე. 2 წლის გახდა და აი აქედან მიულოცავ და ეცხოვროს ბედნიერ საქართველოში ღირსეულად. ასე რომ მადლობა რომ ესეთ სიმბოლურ დღეს მომიწვიეთ. მაგისთვის ვიბრძვით რომ ჩვენმა შვილებმა კარგ საქართველოში იცხოვრონ. შენი შვილი გახდა 2 წლის და მოგილოცო და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესო უსურვოთ. დიდი მადლობა. ელისოსაც ჩემგან და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ქონოდეთ. რა შეეხება ნარმანიას. ანუ ეხა ვფიქრობდი რა დაახლოებით რომ ვიცოდი რა თემებზე ვისაუბრებდი. თურმე რა აი თოთო და ახალფეხადგმულ კორუფციაზე ვდარდობდით მაშინ მე და ნიკა მელია. ეხა ეს უკვე ტილაობდით. თოთო ახალშობილი კორუფცია იყო ნარმანიას ხელში და წლების შემდეგ მივიღეთ კარგად გაზრდილი, სუდად აღზრდილი და მუქთამჭამელი კორუფცია უკვე კალაძის ხელში, რომელიც ნუ არ ვიცი უკვე მართლა ისე ტოტალურად მოდებულია განსაკუთრებით მერიის სისტემას რომ ხო, იცი საიდან ვხვდები რომ ძალიან დიდი კორუფცია თბილისში, რომ წვიმა რომ მოდის და ქალაქი რომ დიდი ტბა ხდება. აი მან ვხვდები რომ აი რაღაცა არარსებული კორუფციის ქვეშ არის ეს ქალაქის. ნუ კონკრეტულად აი თბილისზე ვილავ, იმიტომ რომ შენ თბილისი უფრო კარგად იცი, იმიტომ რომ ვიცემერი იყავი. უნიკალური თვისება აქვს ქართულ ოცნებას, რომ აი რაღაცა დიდი პრობლემა რო ხდება ხო, ანუ ჩვენ მაგალითად ვიწყებ ფიქს, მე მაგალითად ხო მაგ გამოცდილება ქალაქის მართვის, რომ აი ამ პრობლემას როგორ მოვაგვარებდი, რა შეცდომები იყო დაშვებული, ტექნიკურად უკეთესი გადაწყვეტა როგორ ვეძებოთ, პროფესიონალები როგორ ჩავთოთ, მათ ეგრევე ერთვებათ ფიქრი როგორ იშოვონ ფული. აი ამ პრობლემაზე. დაინგ ჩამოწვა მეწერი და დაინგრა გზა, როგორ ვიშოვოთ ფული ამ რა ქვია, ფერდის გრამატიკა, ფერდი როგორ გამომოგვეკია, ფული როგორ ვიშოვოთ. იმას გნა რა ქვია, დაიტბო რა თბილისი ერთხელ, უი რა კაი შესაძლებლობაა რომ მოდი ვითომ სანიაღვრე გავწმინდოთ, აი მაგალითად 2025 წელს ოფიციალური დოკუმენტებით 157 კილომეტრი სანიაღვრე ქსელები გაწმინდა თბილისის მერიამ, ხო? დარწმუნებულა რომ 100,000-ობით ლარი, მილიონობით ლარი იქნა ათვისებული ამაზე. მაგრამ ისევ მოვიდა წვიმა, აღმოჩნდა რომ სანიაღვრე ისევ გაუწმენდელია. გამოდის თბილისის მერი და ხრებს იჩეს და იძახის რომ საიდან ამდენი ნაგავიო, რომელმაც სანიაღვრე გაჭედაო. არა და ნაგავიც მისი გასატანია, ხო? ქაღალდზე რო დაწერა რომ ნაგავი გაიტანა და სინამდვილეში არ გაიტანა, აქაც რამდენიმე მილიონი მოიპარა. გამოდის იგივე მერი და ხრებს იჩეჩავს რომ საიდან ამდენი ტოტები და ხეები, ასე ვთქვათ, მოტეხა და ამან გაჭედა სანიაღვრე. ავიწყდება რომ მისი სამსახურები მილიონობით ლარს ხარჯავენ ზეხმელი ტოტების ფორმირებაზე და მოჭრაზე და გატანაზე. მაგრამ სინამდვილეში არც ტოტი იჭრება ხმელი და შემდგომ წვიმა უვლის გააკონტროლებ. ეხლა ხე მოჭრეს თუ ტოტი არც ნაქვე ნაგავი გააქვთ დროულად და არ იწმინდება ქუჩები სათანადოდ რომ სანიაღვრე ქსელებში არ აღმოჩნდეს და არც სანიაღვრე ქსელია გაჭედი და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ დამნაშავე არის ეს ჩვენი წვიმა რომელიც არანაირ ლოგიკით ამ ქალაქში არ უნდა რომელიც თბილისს არ უნდა
ესე ვთქვათ, ეკარებოდეს და იმ დღეს ხუმრობდი მეგობრებთან, რომ თუ როგორც პოლიტიკოს ებძვის deep state-ი თქო, როგორც მეც ებძვის deep rain-ი თქო, რაღაცა deep rain-ია, მოქცეული, მიუჩინეს, რომ ეს წვიმა როგორც ჩანს, კალაზე ასე უყურებს ალბათ და სინამდვილეში ძალიან დიდი ფული კეთდება ამაში. მე მეორე თველესი რომ დაიტბორება, კალაძეს აქვს ასეთი პროგრამა ასფალტის შრობის. ანუ გზებს აშრობს. შემდგომ ანუ ხო, კი არ ხუმრობ მართლა, გზებს მიდის და ანუ არის ფენი მანქანები, ანუ ფენი აქვს რა კალაძეს, ნაყიდი და მე გვეუბნება რომ ეს გზები რომ დასველდა, მე ხა ეს გზები უნდა ფენით გავაშრო. აი მაგალითად 43 დღიანი პერიოდი შევისწავლე. თან ცოტა ფულს კი არ ხარჯავს ამაში. აი კონკრეტული 43 დღიანი პერიოდი შევისწავლე, როდესაც კალაძის მერიამ განაცხადა, რომ 1 მილიონი ლარი დახარჯა ასფალტის გაშრობაზე. ანუ აი ფენით ასფალტის გაშრობაზე დახარჯა 1 მილიონი ლარი. ამ 43 დღეში გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვა ინფორმაცია და მხოლოდ 5 ჯერ იწვიმა. ანუ ფაქტობრივად არც დასველებულა ასფალტი, მაგრამ კალაძემ ფენით, რა ქვია, შრობაში გადაიხადა მილიონი. მე კიდევ ასეულობით 1000 ლარს ხარჯავენ, ანუ გზების რეცხვაში, შამპუნით, გზების რეცხვაში, ხო, დაიწყეს კორონას დროს, ყველას ემახსოვრება რაღაც ისეთ დიდ სახელმწიფოებრივ ღონისძიებად აქციეს, შამპუნს ასე ვთქვათ, მოასხამდნენ და რეცხავდნენ. და ეხლა რომ რაღაცა თავი რომ უყაროთ და რომ დავფიქრდი, ანუ კალაძე ასფალტს რეცხავს შამპუნით, აშრობს ფენით, დრო და დრო უკეთებს წყლის და ტალახის აბაზანებს და მე მგონი კალაძის თმის მოვლის რუტინაში ერევა გზის მოვლა, იმიტომ რომ ეს ეულიან თმებს. არ უნდიან გზას, ჩვენ კი ხუმრობთ, მაგრამ ამ ყველაფერში ზუსტად სიტყვას არ ვამეტებ, შამპუნით რეცხვაში, ფენით შრობაში და აი ამ აბაზანების მოწყობაში მილიონობით ლარი იფლანგება. ხო, ეხლა რადგანაც მერიაზე ჩამოყალიბდა, ხო, არსებობენ ესე იგი სამშენებლო კომპანიები, ხო? ესეთი, რომლებიც გაცილებით მარტივად ფუნქციონირებენ და მარტივად მიდის ხოლმე მშენებლობები, ხო და ერთი ესეთი ისა მაქვს, რომ აი მაგალითად მე მაქვს სიტყვაზე სამშენებლო კომპანია. ჩემი და მთავრობასთან ვარ ესეთი ჩახუტებული ადამიანი რა. აი რა ისენი მაქვს შეღავათები რა მაქვს. აი როგორ ვაყუმარებ ერთი სიტყვით იმას. თბილისის სოფლიოში ხო საშეღავათო სისტემები მოქმედებს სპეციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ხო, რაღაცის განსავითარებლად, ვისაც დახმარება ჭირდება. თვისმერიაში სპეციალური საშეღავათო სისტემა აშკარად მოქმედებს მერის მეგობრებისთვის. აი ერთი ძალიან კონკრეტული მაგალითი მინდა რომ მაყურებელს მოუყვე. აი მაგალითად არის ერთი მშენებლობა ორთაჭალაში, სადაც 92.000 საკმაოდ დიდი მოცულობა 92.000 კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართი თბილისის მერიაში შეთანხმდა აი ამ ქრონოლოგიით. 17 დეკემბერს კონკრეტული წლის თბილისის მერიაში შევიდა გერგეს მოთხოვნით, ასე ვთქვათ, დაიწყო წარმოება. გერგეს დოკუმენტი ეს არის რამდენიმე ათეული ფურცელი, ხშირ შემთხვევაში 100 ფურცელზეც მეტი კი. ხო, ანუ მოცულობა რო წარმოიდგინო. გერგე როგორ განლაგდეს შენობები, ხო, ეს არის განლაგდეს ტრანსპორტი, ყველანაირი კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია, პროფესიონალების მომზადებული, მოცულობითი და შესაბამისად მის წაკითხვას, მის გაანალიზებას და შესაბამის გადაწყვეტილების მიღებას რაღაცა პერიოდი უნდა ჭირდებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში 17 დეკემბერს თბილისის მერიამ დაამტკიცა ეს გერგე, გადააგზავნა საკრებულოში 18 დეკემბერს, 19 დეკემბერს საკრებულოს 26 წევრმა მინიმუმ, შეიძლება მეტმაც დაუჭირა ხარი, მაგრამ მინიმუმ 26 წევრს წაკითხული ქონდა უკვე ათეულობით ფურცელი, იმიტომ რომ თბილისის მზრუნველი ადამიანის პრეტენზია თუ გაქვს, მაშინ ვერ იტყვი, რომ წაუკითხავად დაუჭირებ ხარი, ხო ხტები? ვერ იტყვი მაგას რა. ანუ ეს რამდენიმე ათეული ფურცელი წაიკითხეს, გაიაზრეს, გაანალიზეს, რომ ეს შესაბამისობაში იქნება ქალაქის ინტერესებთან და სხვა ქალაქშენებლობის დოკუმენტებთან და მხარი დაუჭირეს. ამასობაში 22 დეკემბერს უკვე თბილისის მერიას შენებელმა მიმართა, რომ მე მჭირდება აქ ფუნქციური ზონის შეცვლა. ხო, არის რაღაც სარეკრეაციო ზონა, სამრეწველო ზონა, სამშენებლო ზონა და ამას უნდა რომ ხო, მაგალითად სარეკრეაციო ზონიდან გადაეყვანა საცხოვრებელ ზონაში, რომ მშენებლობა ყოფილიყო შესაძლებელი. 24 დეკემბერს, ანუ ფაქტობრივად ერთ სამუშაო დღეში თბილისის მერიამ უთხრა, რომ კი, ეს შესაძლებელია. 26 დეკემბერს ერთ დღეში გადააგზავნეს საკრებულოში და 27 დეკემბერს თუ 28 დეკემბერს
უკვე თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ფუნქციური ზონის ცვლილება. ანუ 17 დეკემბრიდან მივედით სადღაც 27-28 დეკემბრი. ანუ 10 დღეში ამ კონკრეტულმა ადამიანმა მიიღო სრულად განაშენიანების რეგულირების გეგმა და ფუნქციური ზონის ცვლილება. ეხლა ვინ არის ეს ადამიანი და პასუხი იქნება შემდგომ, ხო? გაცემული რაღაცა პერიოდი ამშენებლობის მაგალითად მესაკუთრე მშენებლობის წარმოებელი კომპანიის მესაკუთრე იყო მაგალითად ქალბატონი, რომელიც იმავდროულად იყო კალაძის პირად საკუთრებაში არსებული კომპანიის დირექტორი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც დაკავშირებულია დეპუტატ ბარვენაშვილთან. ხო, ანუ იგივე მაგალითი, ზუსტად იგივე მაგალითი ერთ დღეში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების, როგორც მერიაში, ისე საკრებულოში შემიძლია მოუყვე კომპანია არქიზე და ასე შემდეგ. ალბათ თავად რაც შემეკითხე ისიც იგულისხმებოდა, რომ თუ არ იქნებოდი კალაძის მეგობარი, აი ამ შემთხვევაში ხარ პატიოსანი მშენებელი დავარქვათ, მოდი, თუმცა კალაძის გადმოსახედიდან უპატრონო. უფრო სწორი ასე იქნება, რომ სინამდვილეში პატიოსანი მშენებელი ხარ, კალაძისთვის უპატრონო მშენებელი ხარ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ვანო, ყოველგვარი უტრირების გარშე რამდენიმე წელი შენ არ დაგიმტკიცონ განაშენების რეგულირება. ეს 10 დღე რაც მოყევი, ეს შეიძლება შენთვის გაგრძელდეს 1 წელი, წელიწადნახევარი, 2 წელი, 3 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ანუ შენ დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ დაგჭირდება ყველანაირი სპეციალისტის საექსპერტო და აი ყველანაირი სანიაღვრისაც, რომელიც თავათვილის მერიას არ ჭირდება, არ ვიცი, სართულიანობის თუ ინსოლაციის თუ რეკრეაციის თუ ყველაფრის ექსპერტი, ყველანაირი დასკვნა, მე იმ დასკვნას აუცილებლად თბილისის მერიის აი ეს ყურადღებიანი თანამშრომლები ძალიან სკრუპულოზურად შეისწავლიან და აუცილებლად შენიშვნას აღმოგიჩენენ, იმიტომ რომ დაგიხარბეზებენ. რა თქმა უნდა, აბა როგორ ეს ხوار შეიძლება თბილისში შეთანხმება, თუ მიაღწია რომ თბილისის მერიდან გადაინაცვლა საკრებულოში, შემდგომ ეს 26 წევრი იწყებს კითხვას, როგორ შეიძლება ერთ დღეში წაიკითხონ. ამ შემთხვევაში უკვე ამ შემთხვევაში არ გამოვა. რამდენიმე ათეული ფურცელი ერთ დღეში წაიკითხო, ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე მოანდომონ პატივცემულმა დეპუტატებმა კითხვას ვერ შეედავები. იმიტომ რომ აქ ბევრი ფურცელია, ბევრი საექსპერტო დასკვნა, უკვე ბევრი სპეციალისტის მოსაზრება, მათ თავიანთი ექსპერტები ყავთ, მე ის ექსპერტები ერთობიან, არის ჭიდილი, ასთა სხვადასხვაობა და ბოლოს შენ, რა ვიცი, ამოგდის ალბათ ხელში, იხტიკ თამს და გადადიხარ ის სწრაფ, ასე ვთქვათ, ბილიკზე, ხო, იცი, იმაზე საზღვრის გავლის ბილიკები რო არის, ხო, იცი? ფასტ ლეინები არსებობს, სწრაფად გაიარო და ზოგჯერ დამატებით ფულს იხდიან, რაღაც განსაკუთრებული პასპორტი უნდა ქონდეს, ან ასე შემდეგ, ხო, რიგის რეგულირებისას, როგორც არის, აი ზუსტად ასე არის სამშენებლო საქმიანობა რეგულირებული. სხვა შორის ძალიან, აი როცა ნარმანიას კორუფციას და კალაძის კორუფციას მერიის სისტემას გულისხმობ ვადარებდით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თუ კი ნარმანიას კორუფცია იყო თოთო და რაღაც ჭირვეული და მოუწესრიგებელი კორუფცია, კალაძის შემთხვევაში კორუფცია უკვე მოწესრიგებული და დალაგებულია. ხო, აი მაგალითად ადამიანი, რომელიც ამ სფეროში კარგად ჩახედულია, მიხსნიდა, აი ნახე როგორ გამარტივდა თურმე მერიის სისტემაში ხთამის გადახდა. როცა მშენებლობის ნებართვა გინდა მარტივად. ის კი არა, რა კი არ გევაჭრებიან. გეკითხებიან რა ღირს შენი მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობა უნდა შეთანხმდეს და თქვათ ვიღაცას აქვს $100,000 მიწა, ვიღაცას აქვს $1,500,000 მიწა. ერთი გადაიხდის $100,000 მეორე ხო, მეორე $1,500,000. თან სამართლიანი კორუფციაა, ხო? ანუ შენ პატარა მიწა გაქვს და პატარა ქტამი გამოგართვი, შენ დიდი მიწა გაქვს და შენ დიდი ქტამი, ანუ სამართლიანი მოწესრიგებული კორუფცია მივიღეთ. დალაგებული, აქვია, ისე რომ ყველანაირად არანაირი ხარვეზი არ აქვს. წუნს ამ შემთხვევაში წუნს ვერ შევიდა. აწყებულია სისტემა მშვენივრად მოხდა. ძალიან კარგი. მაგრამ ჩემთვის ერთი ძალიან სახალისო არ ვიცი რამდენად სახალისო, მაგრამ მაგალითად ეს ხაშურის საკრებულოს ერთ წევრი 5 მილიონის მითვისებაში რომ დაადანაშაულეს, 10,000-იანი გირაო გადაახდევინეს და 2 მილიონი მიატანინეს. ანუ 5 მილიონი მიითვისა. რას უწუნებ? ესეც მოწესრიგება. გადაუწუნე. რას ხორა დარჩა? რაღაცა 3 მილიონი დარჩა. რაზე ვდაო? ხო, რაღაცა 2 კაპიკი ამასაც ხორა დარჩეს, ხო ეგ არის. 3 მილიონი დარჩა, განა რამდენი წელი ეყოფა 3 მილიონი. ხო, რაღაცა ცოტა გაინძვება, მიდგება, მოდგება. შეძლებს დალაგებას, ან ვერ შეძლებს, ცოტა ხანი იარსებებს, ხო? ეგრე არის, კი, ვანო რომ ტოტალური კორუფციის პირობებში ყველა მოგებულია, ვინც ამ ფერხულში ჩამოვლია. წაგებული ვართ ჩვენ.
დატმორილები ვართ ჩვენ, ქონება განადგურებული ვართ ჩვენ, დაჩაგრული ვართ ჩვენ, აი ეს უპატრონო ხალხი, როგორც შენებლებზე ვსაუბრობდი, როგორადაც ხელისუფლება სამწუხაროდ ვიყურებს. ეხლა უნდა გადავიდე ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, ესაა რიყის დოქები. ხო, ეს ცოტა აღადავებულები არის კოცები, იმიტომ რომ აი რაღაცა ეს გრაფინებს უფრო გავს და რაღაცა ბოცებს უფრო გავს და რაღაცა აი რა არის იცი მე თუ მკითხავ უფრო რა გემოვნებაც აქვს, ალბათ უფრო იუმორიც ეგეთია, მიხვდი? რომ აი ხა ჩემთვის რაც არ უნდა ეხლა დიდი კრიტიკა იყოს ამ დოქებზე. მე ვთვლი, რომ რიყის დოქები ერთ-ერთი უნიკალური თანამედროვე ნაგებობაა ჩემთვის. იმიტომ მომწონს, რომ განსხვავებული შენობა არის და ძალიან ბევრი სურათი აქვს ხალხს გადაღებული მაგ რიყის დოქებთან. თან კიდე ყველაზე საოცარი და სამარცხინო ჩემთვის რაც იყო ის, რომ თვითონ ეს იტალიელმა არქიტექტორმა ფუქსასმა რომ დარეკა და კაცცრებლები მოზიოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რამე ამეშენებინოს და ის ვინმეს დაენგრიოსო. ხო, ვანო, ჯერ სერიოზულად რომ თქვათ, ეს მართლაც არაერთ კონკურსში გამარჯვებული ნაგებობაა და ძალიან ქალაქს ძალიან ბევრს რამეს მატებდა თავისი ფუნქციითაც, რომელიც მას უნდა ქონოდა მომავალში, ის უნდა ყოფილიყო საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. ამის მაგივრად ქართული ოცნება გვთავაზობს, რომ ეს უნიკალური ნაგებობა გავანადგუროთ, ავაშენოთ რაღაც ალბათ ივანიშვილის გემოვნებით და ივანიშვილის გემოვნება იცის მაყურებელმა რას წარმოადგენს და რაც თავარია აქ 90-იანი წლების სტილში კვლავ ავაღრძინოთ სასტუმრო, რესტორნები, კაზინოები და მივიღოთ იგივე, ხო, დუქნები, რაც იყო. ეს ქონება თავის დროზე 15000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 8000 კვადრატულზე მეტი აი ეს უნიკალური ნაგებობა სახელმწიფომ გაყიდა 10 მილიონ ლარად. ახლა თან ეუნებიან ინვესტორს, რომ შენ შეგიძლია ეს შენობა დაშალო და ეს მასალები, რითაც შენობა არის დაშერებული, ლითონი და შუშა გაყიდო და ფული შენი იყოსო. ეს შენობა თავის დროზე, როდესაც აშენდა, დაჯდა 19 მილიონი ევრო, რომლის სულ მინიმუმ 2/3 დაახლოებით 12-13 მილიონი დაჯდა მხოლოდ და მხოლოდ ეს ლითონი და შუშა. იმიტომ მთლიანად 80% ეს არის შენობა. ანუ დღევანდელი ფასის გაანგარიშებით დაახლოებით 30-35 მილიონის ღირებულების ლითონი და შუშა. გასაგებია რომ მეორადი იქნება ამ შენობის დაშლის შემდგომ, მაგრამ ნახევარფასში მაინც ხო გაიყიდება. ანუ გამოდის რომ ჩვენ რიყეზე 10 მილიონ ლარად გავყიდეთ, მიწასო თავი დავანებოთ 15 მილიონი. ანუ 10 მილიონ ლარად მივყიდეთ 15 მილიონი. ანუ არა თუ აი ბოდიში დავასრულება, არა მარტო ვაჩუქეთ რიყეზე ნაკვეთი, იქით კიდე რამდენიმე მილიონი ვაჩუქეთ, გავატანეთ, იქით ვაძლევთ, რომ გეხვეწა რა შევადა, რომ აი ძველი არაფრის მაგისი პიანინო რო გაქვს სახში და რომ იხვეწები, რომ აი ფულს გადაგიხდი ვინმეს 50 წელს და იქ მომაშორო. წაიღე დაახლოებით ასე მოვიშორეთ. წარმოიდგინე. დავათრევინეთ ვიღაცას იბან 10 მილიონად იყიდა. და ამ მარტო ამ შუშებს რო გაყიდის, სადღაც 15 მილიონს მაინც 15 მილიონს მოიგებს. ანუ 10 მილიონს ხო ჩაფარავს თავისას. და კიდე დარჩება რამდენიმე მილიონი. რამდენიმე მილიონი დარჩება, მაგრამ მიწაც ხო რჩება თან. მიწაც ხო, მაგაზე აღარ ვიცი. მიწა რამდენი დოლარი გამოდის მიწა ახლა მაგისი? სულ მინიმუმ ეგ მიწა გამოვიდოდა დაახლოებით 60-70 მილიონი ლარი კიდე ზემოდან. ანუ სადღაც 80 მილიონი ლარი მარტო ის შენობა მარტივი მაგალითი მოგიყვანე. თორე სინამდვილეში სადღაც 80 მილიონი ლარი ვაჩუქეთ ჩვენ ვიღაცას რიყეზე, რომ დავეთანხმოთ იმ ხალხს, რომ დასანგრევია, თქვათ ხელისუფლებას დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში, რომ რიყის დოქები დასანგრევია. მაშინ სადღაც გამოდის, რომ 80 მილიონი ვაჩუქეთ ჩვენ ვიღაცას. ვიღაცას ამ ქვეყანაში არაფერს აჩუქნიან და დასკვნები თვითონ გააკეთეს. ხარო ვიანგარიში 10 მილიონად რა ნამუსით გაყიდეს, რომ მარტო მიწის ფასი გამოდის, მე მგონი დაახლოებით $250 კვადრატული. კი, ნუ მოკლედ ეს არის ამ შემთხვევაში დავსერიოზულდები, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა ქართველი ხალხის, რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების გაყიდვას.
თან იმ დასანანი მათ შორის კიდევ მეორე ერთხელ ფაქტის გამო რომ ესეთი უნიკალური შენობა ასე ვანდალურად უნდა გაანადგურონ, ასე არ ვიცი, ტრაvoltas გიფივით გაკვირვებული დატოვეს ეს პატივცემული იტალიელი არქიტექტორი, საკმაოდ ცნობილი, ესეც სერიოზული დამაზიანებელი იქნება საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ის ადამიანი პატივსაცემი ადამიანია და ანგარიშგასაწევი ადამიანია თავის სფეროში. ეხლა იცი რა მინდა გკითხო რომ აი შენ იყავ ვიცე-მერი. თუ მერის მოადგილე რა განსხვავება? ხო, და აი ახლა რო ჩუმად არის ხალხი ხო თქვენ დროს რაც მახსოვს სუმი აქციები და მიტინგები იყო სიტყვაზე ბერიის შენობის წინ ეს და ეხლა რაღაცნაირად აი თითქოს რაღაცა ჩამქრალია არც არავინ არ აპროტესტებს სიტყვაზე არც არ დოქებს არავინ არ აპროტესტებს არც რაღაცა ნუ გზის პრობლემებს არ აპროტესტებს არც მაგალითად ბოდიში ამ სიტყვაზე და თვითონ ქოცებიც კი გაცოფებულები არიან აი ამ ჯარიმებზე რა საპარკინგე ჯარიმებზე ხო და მე მახსოვს თქვენ დროს რომ რა ხდებოდა და რა ქვია ამ სიტი პარკზე რა უბედურება ტრიალებდა სიტი პარკი შემოგვიო თავზე დაგვასხდე გავღლიტეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხლაც აქტიურია და ბევრ რამეს აპროტესტებს, მაგრამ ხო, შინაარსი არის ძალიან ჩემთვის უკვე ღიმილის მომგვრელი, რა აწუხებდა მაშინ საზოგადოებას და სადამდე მივიდა ის პრობლემები. ხო, აი კონკრეტულად ეხლა სიტი პარკზე საუბრობ, ხო, იქ ხალხს წარმოედგინა, რომ სიტი პარკი იყო თბილისის მერიის ყველა თანამდებობის პირის გამდიდრების წყარო, დიდი კორუფციის წყარო, რომ იქ ათეულობით მილიონი ლარი იპარებოდა, რომ პარკინგები არ შენდებოდა იმ ფულით, რომელსაც სიტი პარკს შემოქონდა და ასე შემდეგ. ყველა შეუძლია და მერია შეუძლია დღევანდელ კალაძესაც შეუძლია რომ გამოაქვეყნოს ეს ციფრები, ეს ოფიციალური ციფრებია და არსად არ გამქრალა. დაახლოებით 10 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მთლიანი წლიური ბრუნვა სიტი პარკის. ანუ მეტი ფული პარკირების სფეროში საერთოდ არ ბრუნავდა, დაახლოებით ვამბობ. ეხლა დაახლოებით 60-70 მილიონი ლარია პარკირების საფასური, რომელიც წლიურად ღირდა 50 ლარი, ეხლა გახდა 800 ლარი და დაემატა ზონალური პარკირება, ხო, 1 ლარს უცხაიხდი 1 საათში, ჯარიმა რო იყო 10 ლარი, გამხდარი არის 50 ლარი, შესაბამისად წლიური ბრუნვა ამ სფეროში 6-7 ჯერ არის გაზრდილი, ზუსტად ისევე არ შენდება ახალი პარკინგები, მაშინ სხვაშორის რაღაცები შენდებოდა, კიდევ უფრო მეტი აშენებულა, მაგალითად იგივე რიყის პარკის ქვეშ არის, მაშინ სწორედ ქალაქის მიერ აშენებული, საკმაოდ რამდენიმე ასეულ მანქანის ტევადობის, ასე ვთქვათ, საპარკინგო სივრცე, ახლა არც ერთი საპარკინგო სივრცე არ აშენებულა და ახლა ეს ადამიანები უკვე ამ თემას სამწუხაროდ არ აპროტესტებენ. მე მგონია რომ რაღაცას უფრო ცუდს გააკეთებს ადამიანი, მე მგონი იმას უფრო არ აპროტესტებს მოსახლეობა. იმიტომ რომ არის ახლა 10 ლარი ღირდა სიტი პარკი მახსოვს. ეხლა არის 50, აი საიდან ჩდება თან ის ხალი? იქ ვერავ ხვდები, რა. აი ირაკლი, ხო გამიჩერებია რაღაცაზე გადახვედი მაღაზიაში უცბად. ხო? უცბად საიდან ჩდება, ანუ თან ისეთი ფორმები აცვიათ, რომ ბუნებასთან იყვნენ შერწყმული, ანუ ხესთან რომ ვერ დაინახო, მწვანე აცვია იმას, ისე ვერ შეამჩნიო და ისე მეთოდები დაიხვეწა. მეთოდები იხვეწება, ისე უცბად თან რო ელაპარაკები არ გისმენს საერთოდ, ნუ მელაპარაკები გეუბნება. ნუ გავიწყდება ჩვენი საუბრის თავარი თემა. კორუფცია. რაც მეტფულს ამოიღებენ, მეტფულს მოიპარავენ. ანუ მათი ინტერესია ეს, რომ რა შეიძლება მეტი ფული ამოიღოს შენი ჯიბიდან, რომ მეტი იყოს მოსაპარი. ამიტომ რა თქმა უნდა მეთოდები დაიხვეწა, ასე ვთქვათ, პარკირების ინსპექტორებიც კი ბატონო ნამდვილად კარგად აღკაზმულები და მოტივირებულები არიან, საფასურებიც მუდმივად იზრდება და რა ვქნათ ახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება კიდე ჩვენი ქალაქის, რაც ძალიან სამარცხვინო ამბავი ის არის, რომ ჩვენ დამეგობრებული ქალაქი ზაარბრუკენი, რომელიც, რა ვიცი, რომელი წლიდან იყო ჩვენი მეგობარი? 1975 წლიდან და თუ არ ვცდები, პირველი ქალაქი იყო, რომელთანაც დაძმობილების ხელშეკრულება გაფორმდა თბილისსა და ზაარბრუკენს შორის. გაგვიუქმა. ანუ წარმოიდგინე, რომ
კომუნისტების პერიოდის მთავრობასთანაც კი გქონდა საერთო ენა გამონახული გერმანელებს. და კალაძე მაღაშფოთად, აი სხვანაირი შედარება რომ გავაკეთოთ, ანუ წარმოიდგინე 6 წლიდან რომ მოყვებოდეს ძმაკაცი და 57 წლის ასაკში რომ გეტყვის რომ შენ არ ყოფილიყარ კარგი კაცი, აღარა ვარ მე შენი ძმაკაცი, აი ეს დაგვემართა და ალბათ ყველა მიხვდება რომ ხო, ანუ თუ ვინც პოლიტიკაში ვერ ერკვევა, არ უნდა რომ ჩაერიოს, ასე შეგვიძლია მივაწოდოთ ეს ამბავი რომ 51 წლიანი მეგობრობის და ძმაკაცობის შემდეგ ასე ვთქვათ, უარი გვითხრა მეგობრობაზე ზააბრუკენმა და სამწუხაროდ სამარცხვინო ჩვენთვის გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამდენი წელი თან დელეგაციები ჩამოდიოდნენ, რა ვიცი, იმართებოდა რაღაც ღონისძიებები, მაგრამ ალბათ თავისთვის უნდა რომ იყვნენ. ხო, თავისთვის რაღაცა წყნარად ჩვენ თავისთვის იყოს ეს ქალაქი. აი ასაკში რო ხასიათი შეგიძლება, ადამიანს კარჩაკეტილი რო ხდები და სტუმარი აღარ გიდოს. კაცი რო ხდები, ეგრე ვარ გამხდება რაღაცა, ეგეთი ხალხი გავხდი და არა და გვეხვეწებიან ისინი მაინც, ხო? რაღაცა გამოდი, გავერთოთ, გავხალისდეთ, უკეთესად ვიყოთ, მაგრამ არა რაღაცა ეგრე ხასიათის ქალაქად ვიქეცით. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადო რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მინდა წარმატებები გისურვო. ძირფაქ ტელემაყურებლო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი აბესაძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.